ეხლა რაც კი მშენებლობა მიდის, მათ შორის ეს არაბების ქალაქს რო ეძახით თუ ვიცი იმის რა ქვია სპორტის სასახლის უკან თუ ნუცუდის ფერდობაზე ყველაფერი არის ძალიანაც კონტროლირებადი იმ ხრივ რომ მერია ზის და ყველაფერზე გასცემს ნებართვას. ასე ისე გასაგებია კორუფციით იმით, მაგრამ გასცემს ნებართვას. მე თქვენ გადმოიხედავთ, არ მოგწონთ და აგინებთ მშენებელს, რომ აი რა აშენა ეს აქ რომ მე რაღაცა საცობია, იმიტომ რომ ამხელა ქუჩაზე რაღაცა ცათამბჯენებია და ვერ ატარებს ის ქუჩა, ხო? გასაგებია, იქ შეიძლება კანალიზაცია ვერ ატარებდეს, იქ რაღაცა მოკლედ 1000 პრობლემა. უნდა გესმოდეს რომ თქვენ რაც გაწუხებთ, მაგის სათავე სხვაგან არის. სათავე იქ იმაშია რომ ვიღაცა ერთი კაცი მერიაში ზის და ის გასცემს ხან ქრთამის, ხან ახლობლობის სანაცვლოდ მშენებლობის ნებართვებს, კოეფიციენტებს წევს და მთელი ამბავი. თქვენ რაც არ გინათ რომ მოხდეს რომ ესეთ უკონტროლოს რო ეძახეთ მშენებლობის ეგრო გაჩნდეს, მაგის მარტივი გამოსავალი არის რომ აი თქვენ უბანში სადღაც ხო ცხოვრობთ, გარშემო რაღაც მიწა იქნება. აი თქვენ უბანს რო ეკუთვნოდეს ის მიწა და ინვესტორი თქვენთან მოდიოდეს და თქვენ გითანხმებდეთ რომ აქ იცი ამის აშენება გინდა. თქვენ თუ იტყვით რომ აი რა ძმაო აქ პატარა ქუჩა შემოდის. აქ რო შეინახავთ 20 სართულიან ააშენოთ, ჩვენ აქ სულ ისეთ საცობი გვექნება, ვერ ვიცხოვრებთ. და თქვენთან მოუწევს შეთანხმება. ხვდებით, ანუ ქალაქი უნდა ვითარდებოდეს და შენდებოდეს ისე, როგორც იმ კონკრეტულ უბანში ხალხს უნდა. მათ უნდა ვეკითხებოდეთ და არა მერიაში ვიღაც ადამიანს, რომელიც ქრთამს აიღებს და კოეფიციენტს წაუმატებს. აი ეგ დააზღვევდა ის არაბების ქალაქიც კერძო საკუთრება უნდა იყოს. რავი, თქვენი წილი უნდა გქონდეთ მაგ მიწაში, მე ჩემი და ასე შემდეგ და ჩამოვა ინვესტორი და გვეტყვის პირობებს, მოგვეწონება, ავაშენებინებთ. არ მოგვეწონება, არ ავაშენებინებთ. ეხლა კიდე გამოვიდა რომ კობახიძემ რაღაცა ან აჩუქა ან არ აჩუქა თუ რა ხდება მოკლედ კაცმა არ იცის, რაღაცა შენდება. ცალკე აღებული შენება რამის, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, ნეტა ვინმე რამე გააკეთოს ამ ღარიბ ქვეყანაში, რომ ოდნავ გამდიდრდეთ დავეწოთ ევროპას, მაგრამ ის წუხილები რაც თქვენ გაქვთ, რომ ხო აი რაღაცა როგორ კონტროლდება ეს და მე რა ვინ იღებს გადაწყვეტილებას. აი ეგ არის მანდ გამოსავალი არის რომ თქვენ ჩვენ ადამიანები ვიღებდეთ გადაწყვეტილებას და არა ბიუროკრატები.